ძვირფასო ტელემაყურებლებო, დიდიათის, კროკობეთ დიდიათის მე-13 ტურის პირველი მატჩი, სადაც ბათუმი მასპინძლობს ბოლნისის ყოჩებს და ანგარიში 14-10-ია მასპინძლების სასარგებლოდ. პირველივე დარტყმულზე ახლა ყოჩები ცდილობდა კონტრაქტის განეხორციელებინათ, მაგრამ აი აქ ბოლოს დააფარეს საკმაოდ კარგად ბურთზე და აქ ჯარიმა, რადგან თამაშგარეში აღმოჩნდა ბათუმელების რამდენიმე მორაგბე. აქ ალბათ არც იჩქარებენ, ნაჩუქარი ბურთია და შეიძლება კარშიც დაარტყან და მინიმუმამდე შეამცირონ დღევანდელ მატჩის სხვაობა. უკვე ხედავთ მოედანზე გიგენავას. ხო, აუცილებლად კარშია დასარტყმელი ეს ჯარიმა. რა შეიძლება პირველ ტაიმზე ითქვას, გოგოლაშვილი გამოცვალა ირაკლი გეგენავა. ბათუმი იმის მიუხედავად, რომ იგებდა რაღაც მომენტით 14-0-ს, დიდად არც იგრძნობოდა ბათუმის ესეთი გარდამტეხი უპირატესობა. შერკინება იყო ის ერთადერთი კომპონენტი, სადაც ძალიან დიდი დომინაცია გვაჩვენა ბათუმმა. ტაიმის მიწურულს ყოჩები ძალიან მიუახლოვდა მეტოქეს და მოკლედ მეორე ტაიმიც ესე საერთოდ აქაც სულაც ერთი ქულა გვაქვს უკვე ახლა სხვაობა. ყოჩებს აქვს შანსი რომ ამ თამაშში წამოიღოს ქულები, რაც მათ სასიცოცხლოდ ჭირდებათ ახლა და მოკლედ ველოდებით მნიშვნელოვან დაძაბულ საინტერესო მეორე ნახევარს. დაახლოებით ეხლა დაიწყო თამაში, მეორე ტაიმი ახალი დაწყებულია და როგორც გითხარით 14-13 არის ანგარიში, ყველაფერი თავიდან იწყება ორივე გუნდისთვის. შესანიშნავად თავგანწირვით თამაშობენ ბათუმელები, შეცვალეს შეტევის მიმართულება კარგად შევიდა შათირიშვილი კონტაქტში. თურმანიძე, აქვე შამილიშვილი შემოსულა კარგად გადაკვეთა უპირატესობის ხაზი, ეძახის გუბანოზაძე მორკინალებს, კარგი შეტევა შუკაკიძე, მაგრამ დაცვაც შესანიშნავად ხდება. ისევ შათირიშვილი თამაშგარის უპირატესობით სარგებლობენ ბათუმელები. გელდება ბათუმის შეტევა, შეუძლიათ მათ უფრო თამამად შეუტიონ ფეხი აქვს საბოლოოდ და დაბრუნდება ჯარიმა. დაბრუნდება ჯარიმა, რომელიც საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, პრაგმატული გადაწყვეტილება იქნება. კარში დარტყვა იქნება პრაგმატული გადაწყვეტილება, ხოლო შერკინების მოთხოვნაც შეიძლება ჩავთვალოთ პრაგმატულ გადაწყვეტილებად, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი უპირატესობა აქვთ, მაგრამ აუტი გადაწყვიტეს, ნახოთ რამდენად გაუმართლებთ ბათუმელებს აუტი, რადგან აი აქ ყოველთვის არის იმის ალბათობა, რომ დაკარგო ბურთი ჰაერში, მაგრამ ნახოთ, ახტება თუ არა ჯერ ყოჩები, ეგეც მნიშვნელოვანი იქნება. კარგი შანსი ბათუმს მეტოქის ლეილოსთან ახლოს. ვაჟა თაგაური ბურთით. გერეფანში ზუსტია ბათუმი და ნახოთ მოლი ძალიან კარგი აქვს ბათუმს მიდის წინ და ამას ვერაფერი და ვეღარ შეაჩერებს. შესანიშნავი ლელო, რომელიც გაიტანეს ბათუმელებმა, ახლა შემოსული ალეკო შამილიშვილი ლელოს ავტორი მოექცა რა მოლის უკან და ისეთი ბიძგი და ისეთი ძალით მიაწვნენ, რომ ყოჩები უბრალოდ ვერაფერს გახდნენ დაცვაში. შვენიერი დასაწყისი იყო ბიძგიც შვენიერი მოკლედ აქ უშანსოდ ყოჩები. და შანსი ეძლევა ფირცხალაიშვილს, რომ შეინარჩუნოს 100%-იანი შედეგი, გაიტანოს რა
მესამედ დაარტყა სუსტად დღეს და გახადოს ანგარიში 21-13. 8 გოლამდე გაზარდოს სხვაობა მატჩი. ეს კი ფირცხალაიშვილი დაარტყმული შესანიშნავია. ფირცხალაიშვილი ინარჩუნებს 100%-იან შედეგს დარტყმების კუთხით და ანგარიში ხდება 21-13. 8 გოლიანი უპირატესობა ბათუმელების მხარეს. ბათუმელები კარგად თამაშობენ მიღებაზე. კვლავ შამილიშვილი ძალიან აქტიურად შემოვიდა. მეორე ტაიმში ძალიან აქტიურად ჩაერთო. თურმაინძეს აჩქარებენ. რაღაც აი ამ კომპონენტში ვერ არიან მოწოდების სიმაღლეზე ყოჩების მორაგბეები. შუკაკიძე ბურთით გამოვარდა ბურთი ბოჭვიდან. აქ უკვე ფეხი ხო ვერ იყო ეს დარტყმული, გამართლებული და ვერც კარგად შესრულებული. საპასუხოდ აქ კონჩეტევაზე წამოვიდა ყოჩები და მიიტანეს მეტოქეზე წნეხი რა კარგად დაუსხდა აქ შელავა. შესანიშნავად ამოიღო ბურთი. აი ეს ამდენი ცოტა არეული თამაში და ამდენი ბურთის დაკარგვა უფრო ყოჩების თამაშია როგორც უკვე თქვით და აბა ვნახოთ. ბევრად ადრე შეეძლო აბრამიშვილს ბურთის გაცემა, მიცა იმ დროს, როდესაც წნეხში იყო და წნეხში გადაცემული ბურთი ყოველთვის დიდი ალბათობით არც თუ ისე ზუსტი არის ხოლმე. ეს კი მალაღურაძე გამოვა ახლა ძლიერი დარტყმულით, ახლა ასეც მოხდა, რამოდენიმეჯერ დაეცა, მაგრამ ბუბანოზაძე მოწოდების სიმაღლეზეა უკან მიქაძეს ხელით მოაქვს მარცხნივ გადააწოდა კეშელავას, რომელიც კარგად გას ფეხზე, ფირცხალაიშვილი შემოურბინა რამოდენიმე მორაგბეს და მცირე წისვლა გაახერხა რა. ეს კი შამილიშვილი, რომელიც როგორც გითხარით, საკმაოდ აქტიურია შემოსვლის მერე. ძალიან ხშირად ვახსენებთ მას. ვაჟა თაგაური შუკაკიძეს შეუტრიალა ძალიან კარგად ბურთი, რომელსაც ორმაგი ბოჭვა დახვდა. კარგია თაგაური, კარგია, გადაყრას შვენელად გამოიყურება ფერსელიძის მხრიდან. აქ შეცდომა ვაჟა მიქაძის, გეგენავა კარგად ავიდა დაცვაში. ძალიან ისეთი ორმხრივი და ინტენსიური თამაშია მოედნის ცენტრში. ვერცეთი გუნდი ვერ ახერხებს ესეთი კომპონენტების კარგად დალაგებას და შემდეგ შეტევების აწყობას. ხედავთ რამხელა მანძილი დაკარგა ბათუმმა ამ კონკრეტულ სიტუაციაში. ჭიჭინაზე აქ შეცდომას უშვებს, საბოლოოდ ბურთი ვის რჩება, ეს არის საინტერესო. გეგენავა წნეხშია და ეს აუჩი გადადის ეს ბურთი. რაღაცა შერეული, თითქოს ფეხბურთით რაგბი შერეულ სპორტს თამაშობენ. მორაგბეები დღეს ძალიან უჭირდა ბურთის შენარჩუნება ორივე გუნდის მოთამაშეებს და შემდეგ უკვე აი ესეთი შეცდომები იჩენს ხოლმე თავს. ახლა ძალიან დიდ წნეხში იქნებიან ყოჩები. აი 23 იყო აფსაიჯი. წამოდი. აი ლაშა რა. ანაირად არ დაიღალე მართლა წვეთში რა. რატომ მაიძულებო ბარათი მიხმარო, აღარ ატყუილა და. დრო გაჩერდა. ეგენ შეძლებ. გეგენავასთან კონტაქტი იყო, მაგრამ ეს მე მგონი სათამაშო ეპიზოდი იყო, საინტერესოა. ძალიან ძიმეთ მოხდა გეგენავას თავში. არა, დრო არ გაჩერებული არა. რა? თქვენი სამი მიღები ხო, არა? ორი მიღები ხო, ანუ. ვაგზელებთ? აი. სანო რამდენი ხარ დერებაში? აქ შემთხვევით შეჯახება იყო ნამდვილად. ერთი ცხანო, ახლა კარგია.
სარაგბო შეჯახება ცოტა ბრუტალური მომენტი ხო ცოტა ბრუტალური მომენტი კი იყო მაგრამ აი აქ ყოჩები თუ დღეშია ნამდვილად კი ძალიან თუ დღეში იქნებიან ყოჩები ახლა დაეცა ტემპი მოკლედ ამ ეპიზოდებით შეცვლებით შემოდიან კოკის ხილაიშვილი გამოჩნდა ეკრანებზე ასევე 21 ნომრად კოვაბუჯიაშვილი შემოდის შედარებით გამოცდილი 9 ნომერი შემოვა ახლა მოედანზე მოსულიშვილი გავიდა და ხილაიშვილი შემოვიდა ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ რომ გაძლიერდა ბათუმი და ძალიან ხელსაყრელ პოზიციაში ექნებათ ახლა შერკინება. შერკინება. ჩავიდა. საინტერესოა. ჩავიდა ეს. ფეხსადადი. ბიჭო შეიძლება ცოტა დაიღალა კიდევაც ახლა ჯავაშათირიშვილი არ არის მარტივი 50 წუთზე ახლა 3 ნომერი ისეთ სიმძლავრეზე ვერ იქნები როგორც მეორე მომენტი არის ის რომ ყოჩები მიხვდნენ რომ თუ ეს სუფთად დადგა ყველაფერი ბათუმი მიაწვება და შეეცდება ახლა რაღაც პატარ-პატარა ხრიკები გამოიყენენ რომ მიწისკენ წავიდნენ და რადგან თავის ნახევარზე და ესეთ კრიტიკულ წერტილში არიან 50-50-ზე, ნუ 60-40-ზე მომენტით შეიძლება ყოჩებმა წამოიღონ. ნახოთ. მაგრამ აქ თამაშია ხელში უჭირავს როას. რა გადაარჩენს ყოჩებს არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, იმდენად დომინანტურ პოზიციაში არიან ახლა ბათუმელები და გადაარჩენს ისევ ლაშა ფოფხაძე, რომელსაც მცირე წუნის და გამო წინ გაუვარდა ბურთი. აი ესეთი მომენტებია დღეს ძალიან ბევრი. ხო, ეს ისეთი მომენტია, სადაც ნუ შეიძლება კიდეც დაიმუხტოს გუნდი. ესეთ კრიტიკულ მომენტში როდესაც გადარჩება მესმის რომ წვიმა არის მაგრამ ტექნიკური წუნი ძალიან დიდია თუ აი ამ ლოგიკას გავყვებით მაშინ ინგლისელმა მოლაგბეებმა რაღა უნდა თქვან მაშინ ვერც ერთი თამაში ვერ დაუმთავრებიათ მაშინ ბოლომდე ისე რომ აი ამხელა ტექნიკური წუნი არ იყოს იონა ფირცხალავა შემოვიდა აქ მოედანზე ჯავაშათირიშვილის ნაცვლად ვახსენეთ რომ ხო ნუ შეიძლება დაიღალა კიდევაც ეს მორაგბე. კი ფიზიკურად საკმაოდ დიდია და რატომაც არა უკვე მეორე ტაიმი იწყება და იონა ფირცხალავაც საკმაოდ კარგ ფორმაშია, კარგი ბურჯია და მიეცემა შანსი გამოიჩინოს თავი. აქ უკვე დაჯარიმდა ალეკო შამილიშვილი და ყოჩები მოკლედ გამოდიან ჯარიმით უკვე. იმდენი დრო წაიღო აი აქ შერკინების მოწყობამ რომ არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ვეთანხმებით. სასწრაფო სადღაც უნდა ყოფილიყო. სადაც რომ განიმუხტა ეს სიტუაცია და ცოტა უფრო აქტიური და ისეთი ინტენსიური თამაშის ნახვა გწყურია, რა თქმა უნდა. 11 შეცვლა. 11 შეცვლა. ტემპი კი მართლაც რომ ძალიან დაეცა. აქ მოედანს ახალგაზრდა ჯონი თორღვაშვილი ტოვებს და მის მაგივრად შემოვა სანდრო ფურცხვანიძე. სანდრო ფურცხვანიძე შეუულია 10 ნომერზეც თამაში, 12 ნომერზეც თამაშია, 15-ზე შეუულია თამაში და აი აქ ისევ და ისევ წააგეს თავისი დერეფანი ყოჩებმა და ბათუმი ცდილობს შეუტიოს ხელდახელ. კარგი წასვლა, ძალიან კარგი შესვლა, ისევ შათირიშვილი, ნუ რა კარგად შემოვიდა ბურჯი ბათუმელების რიგებში, მარცხნივ კოვაბუჯიაშვილი, ტამბუ დაცვა აგრესიული და დააშვებინეს აქ შეცდომა მეტოქეს ყოჩებმა. ბუბანოზაძეს გადაუვარდა ბურთი, წინ თუ სწორად დავინახე.
ანუ ნამდვილად მიუხედავად იმისა, რომ ბათუმ ჯერ წინ არის და უპირატესობაც აქვს ანგარიში ესეთი გარდასახულეულზე მეტი, ისე სიმპათიურად ბათუმი ვერ გამოიყურება დღეს როგორი მატჩებიც ჩვენ მათგან არაერთი ვიხილეთ წელს. დრო გაჩერდა. უცებ ეკიბი. მალე უნდა ხნეცა. დრო გაჩერებულია. ეკიბი. ახალი ვიგნა. ახე. აუ ძალიან მოსკითხო. დაეცა თამაშის ტემპი, გაჩერებამაც კიდე უფრო დააგდო აქ სამი ნომერი იტკივებს. გუშინს ყური გაუტყდა ელდარ პატარაიას, რომელიც რომინეთიდან დაბრუნდა და ახლა კი იცავს ბონისის ხოჩების რიგებს. თუ ადრე გადმოდის და აწონა მემიც მიღაშარი ხოლმე და მემიც ჯარიმა შეუწამონი. ოდოქციას 29-34 ადამიანს ჩართული ახსენებული ისევ და ისევ პაუზა არის, ამ პაუზას კი ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავაანონსოთ კლავინდებურად ხვალინდელი და სეგინდელი მატჩები. ხვალ როგორც გითხარით, არესი არმიას დაუხდება ქუთაისში, შემდეგ ხვამლი ლელოს, კვირას კი ყაზბეგი ტაო იქნება და ასევე ხარები აია იქნება, რომელიც გავა რელაივის რეჟიმში 6 საათზე, რადგან 4 საათზე როგორც გითხარით, იქნება უკვე ესპანეთის საქართველოს აქ კი გადაარჩინა ყოჩებმა და დაიცვა საკუთარი ლელოსგან, შუკაკიძე გადადენეს რა კიდეზე. სხვაგვარად ძალიან გაუჭირდებოდათ ყოჩების მორაგბეებს. აი აქ ნახეთ საკმაოდ დომინანტური შერკინება იყო, შემდეგ მაღლა დახდა ჭიჭინაძე და გუშარაშვილიც დროულად მიეხმარა თანაგუნდელს. ორჯერ თქვენს ბიჭო, იყო მაგნაირი შემთხვევები და ვინახეთ ავაჯარი მე. ჯერ არ დაიძრათ ადრე შეგილია ვაჟამღებრიშვილზე აგდებული ბურთი, რომელიც ვერ ინარჩუნებს აქ ორმაგი წინ თამაში. ორმაგი წინ თამაში იყო. 3 და 8 შავებში შეწყდა. აუ წინ თამაშია. აქ ნახოთ უწყინარ სიტუაციაში დაუვარდა ჟორამღებრიშვილს, შეეძლო ამ ბურთზე თამაში და შენარჩუნება, მაგრამ ბოლო მომენტში უკვე მეტოქეს გახედა, როცა უნდა ეზრუნა ბურთის დაეუფლებაზე და წინ გადაუვარდა ელემენტარულ სიტუაციაში. ახლა კი კლავინდებულად წნეხში მოექცნენ ბოლნისის ყოჩების მორაგბეები. ხედავთ სანდრო მექერიშვილს, რომელიც შემოსულია პატარაიას მაგივრად. შეგურა ვანომერი შედი შეგინება კარგი დომინანტი შერკინება და ლელო რაც ნიშნავს იმას, რომ ანგარიში ხდება 26-ით 13. თორმაქან აპელირებს ყოჩები იმაზე, რომ დამიწება ვერ იყო კარგი და საჯმა უთხრა, რომ დამიწება რომც არ იყოს კაი ტექნიკურზე მაინც მივდივარო და ამიტომ კაპიტანი გურა და აქედან ლელოს გავს ხაზი კი არ ჩანს. დამიწება არ იყო მივდივარ ტექნიკურ დონეზე, იმიტომ რომ შერკინება მთლია დადომინირებდა და მიდივარ. ახლა ხო შემოხვედი. იმიტომ რომ ლელო იდებოდა და შეკინება დაიშალა მთლიანად. აქ იმაზე კი არა, რომ განმეორებით იყო. უბრალოდ ეს დაგროვა რო არა, ლელო იქ. ტექნიკური ეს ნამდვილად არის ლელო რომ არ იყოს, ამიტომ მართალია საჯი აქვს.
დამიწერასაც ნუ გააოს ხა ეს. ხო, ნუ ერთ პირველი მოძრაობად რომ არ ვიდეომსაჯი ამ კადრიდან ამ დამიწერას ვერ გააუქმებინებს. ამიტომ ყოჩებს აქ მოკლედ სათქმელი დიდად არაფერი არ აქვს. ნუ ისეთ პოზიციაში დაუშვეს შეცდომა რომ მანდ პრიცხალაშვილი კი ზუსტია. ანგარიში ხდება 28-ით 13, უკვე საკმაოდ სოლიდურია, ორი გარდასახული ლელოც კი აღარ ყოფნის. ცხრამეტია გასული. მალაღურაძის ძლიერი დარტყმული რატუნი არავა თამაშობს შესანიშნავად ჰაერში. ბუჯიაშვილი ელოდება ახლა მორკინალებს რომ მოვიდნენ და დააგრძელონ რაქი და ბუჯიაშვილი ძლიერი დარტყმულით გამოდის თავისი ნახევრიდან. გადააწოდა უკან ნოდიამ. ფურცხვანიძეც ძლიერი დარტყმულით გამოდის საკუთარი ნახევრიდან. ბუბანოზაძეს პირდაპირ ხელში ჩაუვარდა. კეშელავა კარგ სისტრაფეებზე მოდიან ბათუმელები, საკმაოდ კარგ სისტრაფეებზე მიქაძე. ნუ ერთი წამოღებით ამოვიდნენ უკვე ცენტრსაც გადმოცდნენ. მაგრამ აქ ნოდია საკმაოდ ძლიერად დახვდა. ბუჯიაშვილი, ნოზაძე, რატუნირავა. კარგი მიზალებები აქვს ბათუმელს შესრულებით. აი ხო უკვე გავს ეს შეტევა. ბატონო, ათამაშთა მეტად ბათუმი აქ ჯარიმის უპირატესობაც მოიპოვეს. კარგი გადაცემა ფრთაზე. აქ უკვე საქმეში ერთვება ხაკაძე. რაკიც საკმაოდ ერთხელ აიონა გაიარა 2 მეტოქე. რა კარგი დაქნევა აქ და წინვალეთ თამაშობს აქ ბუბანოზაძე შესანიშნავად ითამაშა ახალგაზრდამ გეზავმა დაინახა იქ სივრცე შევიდა და ცოტა დაახლოებით ფირცხალაიშვილის თანაგუნდელი ისიც ახალგაზრდა მორაკვე დაახლოებით იმ ლელოს გავდა რომელიც ბათუმელებმა პირველ შემთხვევაში გაიტანეს გაჭრეს ხაზი იქ სადაც უნდა ყოფილიყო ბოლნისის ყოჩების მორაკვე და შემდეგ უკვე ისეთი კარგი აჩქარება ისე კარგად აჩქარდა ბუბანოზაძე რომ მისი დაჭერა ვეღარავინ ვეღარ მოახერხა. აი აქ უკვე ამ შეტევაში ბათუმი ნამდვილად გავდა თავის თავს და წინა შეკინებაშიც იქ უკვე იმ დომინანტურ შეკინებაში სადაც მეტოქე დაალელოვეს მათ იგრძნობოდა რომ ნუ გატყდა აქ ყოჩები ნამდვილად იგრძნობოდა იმ შეკინებაში და სწორედ ეს ეპიზოდი საბოლოოდ ამის დასტური გახლავთ. ყოჩები ბათუმმა უცქულიანი უპირატესობა გაიმყარეს აქ და შანსი ექნება რომ კიდევ უფრო წინ გავიდნენ მათ. ფირცხალაიშვილი ჯერჯერობით საკმაოდ კარგად ურტყავს და არც ეს არის ურიგო დარტყმა შესანიშნავად დაარტყა და უკვე მეხუთე წარმატებული დარტყმა დღევანდელ მატჩში. კარგი დაქნევა იქ ბოჭვა გაფუჭი და შემდეგ უკვე ორ კაცში ძალიან კარგად შევიდა და ლელოს გატანა აღარ გასჭიროებია ახალგაზრდამ გეზავს ბუბანოზაძეს. ეს კი დებიუტი დარილ კამილი შემოვიდა ამასობაში ბათუმელების რიგებში და საინტერესოა როგორ გამოიჩენს ის თავს. აქ უკვე ყოჩებს ჩაუვარდათ ბურთი მეტოქის ნახევარზე, მაგრამ აქედან შეტევა იქნება ახლა მნიშვნელოვანი. ხო, ტემპი დავარდნილია, აქ ნახოთ აი კონტაქტს არ ეშიჭირდებათ პირველ რიგში. ყოჩებს უპირატესობა რომ უფრო დაიმუხტოს ეს შეტევა, რასაც ეს ორი ფაზა ახერხებენ ისინი. სიღრმეში კარგი პასი მალაღურაძე ფურცხვანიძეზე გადავიდა, ფურცხვანიძე შევიდა იქ საკმაოდ ბევრი მცველი იყო ბათუმელების მხრიდან და ძალიან გაუჭირდა წინსვლავ
ჭიჭინაძე მიდის შესანიშნავად გაჭრა ხაზი ჭიჭინაძემ და მას და ლელო შესანიშნავი ლელო რომელიც გაიტანა თემურ ჭიჭინაძემ თავის ვიზავის ზურაფ ირცხალაიშვილს მიბაძა და დაახლოებით იგივე სტილში გაიტანა ლელო თითქოს ჩამოვწერეთ ყოჩები, მაგრამ ეს ისეთი ლელო გავიდა ახლა, დროც რჩება და ექნება, რა თქმა უნდა, თავისი შანსი ბოლნისის ყოჩებს დაახლოებით მატჩის დამთავრებამდე კი. ხო, გაუჭირდებათ ძალიან, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ბონუს ქულაც ძალიან დიდ საქმეს წარმოადგენს მათთვის. ოქმით არის 62 წუთი. 24 გავიდა. ახლა გატანის ხო 24 თუ გავიდა დარჩა 16 წუთი. აბა ვნახოთ. ნიშნულოვანი გარდასახვა იქნება. ვერ გაიტანა ლაშა მალაღურაძემ და ანგარიში რჩება 35-18, სხვაობა კი 17 ქულა, რაც ნიშნავს, რომ ორი გარდასახული დასჭირდება ახლა. აი ამ შეცდომით ისარგებლეს. კარგად ითამაშა ძალიან ფირცხალაიშვილმა, უბრალოდ მოასწრო ხელიდან ხელში გადაგიტანა. ვეღარ გადაიყვანა ბოლომდე, ვეღარ გადაატრიალა მეტოქე. აი ამ მორაგბის პირველად ხედავ. ხო, ეს არის დებიუტანტი, როგორც აღვნიშნე. ეხლა დაიმატა ზამთრის საუბრობთ აფრიკელს გავს. ხო. ზამთრის სატრანსფერო ფანჯალაში დაიმატეს ბათუმელებმა. ფიჯელს ნაკლებად გავს და ამიტომ დარილ კამილი ვნახოთ როგორ ითამაშებს. ახალწვეული. შავებით გახართ. ფიჯელის აღნაგობა არ აქვს მოკლეს. ხაზი დავდგეთ რა მოიცადა? აი ამ ხაზზე? იჭერს და უძახე. ოდნა შენ გამოდიხარ წინ გამოდიხარ დერეფაში რა და ამათ ხაზზე დაში პირველი კაცის ხაზზე. ამ ხაზზე ლუჯები. იო. უკანა ხალხი, უკან დაიხიათ. შემოვლენ ისიც. კარგია. ოლია! თამაშია. ამოვიდა თამაშია. ხო, ცოტა უხეხული პოზიციიდან, მაგრამ მაინც ინარჩუნებს საბოლოოდ ბათუმი ბურთს. ინარჩუნებს, ვერ ინარჩუნებს აქ კონშეტევის შანსი აქვს ყოჩებს და სივრცეც არის, მეტობაც არის, ფთაზე გეგენავა ჩაერთო ბურთი ბურთხვანიძე შიგნით წავიდა, შეინარჩუნებაზე ითამაშა. სწორადაც მოიქცა, პერანიძე მივიდა ცოტა გვიან ბურთთან, მალაღურაძეზე გავიდა ეს ბურთი ზურგს უკან ჭიჭინაძე ჩაერთო, აქ ფეხის დარტყმის დრო იყო ნამდვილად. თუმცა, ნოდია ვერ დაეუფლა ბურთს უთამაშებელია ეს მოთამაშენ, მე პირადად დიდი ხანია არ შემხვედრია იგი მოედანზე. შეხურება ჭირდება ნამდვილად მას. ისევ და ისევ ბათუმელები უტევენ, ბუჯიაშვილი გამოვიდა ბურთი ახლა შემოსულ დარილ კამილზე. შამილიშვილი მაღლა დაიჭირეს, მაგრამ მოახერხა ბურჯმა მიწისკენ წასვლა. ეს კი თორნიკე გაბელაია, რომელიც ასევე ძალიან ახალგაზრდა კვაჭია ბათუმელების რიგებში. აქ კი ჯარიმა. ემოციას არ აღვ მოდი ჩეთენ არ ვაგდებ. უკან გადით ერთ წუთი. ემოციას არ აღვთ, ბიჭო დარჩი მოდი. ნახე. ვიცი გუშა რეცა. ვეით, ჩერ თაიმის მოხდი. ნახე, დიდი რაკში მესმის. ეგეთი შეხება გასაგებია, მაგრამ ჩვენთან ესეთი მხრიჩევარნი არის აკრძალული რა. მესმის რო არ იწოდი აქამდე, რო იწოდე. ეგეთი მხრიჩევარნები არ შეიძლება, აქ იყო გვერდი დაშესვა კიდე პლუს. იქ არ დაგაჯარიმე, იმიტომ რომ თამაშის მერე და მოცემა ამ გაფრთხილების. ეგეთი შევარდა მეორეთ იყო უკვე შენგან. აქ გვერდი დაშესვა იყო. ყურადღებით. მადლობა. დარილ კამილი, რომელიც გადავა ახლა კიდეზე.
მშვენიერი დარტყმული. მოიცადე 9 ნომერი იწვება. მოიცადე 9. გავიდა. შეგვიძლია. თამაშია, არა ხო? საინტერესოა. ვეღარ მიდის წინ ბათუმის მოლი, უკანი ხევს გამოწყდა მოლს გაბელაია ძალიან კარგად გადავიდა თამაში რაკში, ბუჯიაშვილი ელოდება ძალიან უზუსტო გადაცემას აბოლოდ მაინც ჩაუვარდათ ბათუმელებს ბურთი. შამილიშვილი ძალიან კარგად შემოვიდა. ბუჯიაშვილი ფირცხალაიშვილი იონა რომელიც ლელოზე წავიდა და გადატრიალდა ბოლოს უკვე ჩაიხურა ბურთი. ანუ მოკლე იყო ეს. აქ ისეთი სიტუაცია აღარ უნდა ამას წასულიყო დამიწებაზე ფირცხალა. 6 ერის ვიდეო ჯგუფის ვიდეო რეფერიც ვერ გაარკვევდა რა მოხდა, ამიტომ აქ ვიდეოს მოთხოვნას აზრი არ აქვს და დაინახა. დარინ კამილი დამიწებაც რო ყოფილიყო ნამდვილად მოგი მოძრაობა იქნებოდა. აქ ციკლაური წავიდა, რავი, ესე მარტივად რო შესანიშნავად თამაშობს ციკლაური. შესანიშნავად. იქ უბრალოდ ამირან მიქაძემ მარტივად გაატარეს. ძალიან მარტივად გაატარა და გეთანხმები გელა და ეს ის დონია და იმ დონეს თამაშობთ, რომ აი აქ ესეთი ბოჭები უნდა კეთდებოდეს, რა თქმა უნდა. ამირან მიქაძე. კარგი პასი იყო ძალიან მოძრაობაში, შემდეგ მიქაძე და აი აქ ამაზე კომენტარი ზედმეტია Google შემოდგიორმა და მაყურებელმა შეაფასოს ეს მომენტი. თითქოს იყო რაღაც გამონათება ყოჩების თამაში, რომ შეეძლოთ ახლოს ყოფილიყვნენ ანგარიში, ან ბონუს გულაზე გამართულიყო ბრძოლა, მაგრამ ძალიან მეიჭვება, რომ 10 წუთში მოასწრონ. მეორე ტაიმში უკვე ეს ყველაფერი იგრძნობოდა. ბონუს გულა კი საპირისპიროდ უკვე ბათუმმა გაინახდა მე. კი, გაინახდა ჯერჯერობით 6-3-ზე არის. არა ხო, 6-2-ია ბოდიში. რა იმის მიუხედავად რომ სხვაობა დიდია, მაინც ბათუმის მხრიდანაც და ესე ხარისხი მაინც ვერ არის თვალსაჩინო, მოკლედ დღევანდელი თამაში ნამდვილად ვერ ჩავწერთ ზოგადად სანახაობრივად აქტივში. კი, რაზეც ის რომ ამხელა შესვენება იყო, გუნდებს პრაქტიკა აკლიათ, წვიმიანი, ზამთარია, წვიმა, ბევრი რამ არის, რაც მოქმედებს ესეთ ცუდ ტემპზე თამაშის. ხალაძე წავიდა ორმაგი ბოჭვა ჩაუვარდა აქ ორ მეტოქეს ხელში. მარცხნივ შეტევა გოგიძე, მალაღურაძე, გეგენავა, ცრუ მოძრაობა, შევიდა გამოდენიმე მორაგბეში, კუპრაშვილი მონახა, აბრამიშვილი, კარგად წავიდა აბრამიშვილი, გაბელაია ბურძე ცდილობდა ნადირობას, მაგრამ ვერ შეძლო ისევ კუპრაშვილი მალაღურაძე იზღა დარჩენოდა გამოსულიყო თავისი ნახევრიდან. ციკლაური კლავ კეშელავა ამოც თავის ფაილ დარტყმამდე მიდის მოკლედ აქ საქმე ყოჩებს გადაეცემა ბურთი სტრაფი ბურთი ჭირდებათ აქ სტრაფად თამაშოს მაგრამ მთელი ყოჩები ერთ ადგილზეა ყოჩების სივრცეში აღარავინ აღარ იდგა და ოსდაურის მისადგომებთან კარგი დარტყმული გამოვიდა ძალიან ყოჩებს ჩაუვარდა ბურთი ხელში
თამაშის უპირატესობა. მარჯვნივ მალაღურაძე, გეგენავა. პატარა გადაკიდება, რომელსაც ალალზე გვეგონა იჭერდა, მაგრამ დარილ კამილმა ხელით წამოიღო შესანიშნავად. იქვია მიქაძე. მიქაძე აქ აუჩი. დადგა ბურთ ფეხი ხაზზე და იქნება უკვე ყოჩების დერეფანი მაცავე ნახევარზე. თამაშის დასრულებამდე კი დაახლოებით 7-8 წუთი დარჩა. იმიტომ რომ თავისუფალი მომენტი ქონდა. აი აქ. სანდრო მასე თუ მოხვა შევთან წითლით გახვალ. 33, ანუ 7 წუთი დარჩა. ხო, ნუ ტელევიზიის დრო ზუსტად მიყვება. საჯისაც თამაშია. საბოლოოდ ყოჩებმა მოიგო ბურთი. კუპრაშვილი მალაღურაძის ფეხით გადაკიდებული ფირცხალაიშვილი. ჩეჩინაძემ კარგი წრეხი მიიტანა მეტოქეზე. უჯიაშვილი ორკინალებს არტყმევინებს სამილიშვილი მე რამდენი დარტყმას იღებს თავის თავზე და ჯარიმდება აქ საბოლოოდ. მექერიშვილმა მოიპარა ბურთი აქ. ძალიან სწრაფი გადაწყვეტილება იქნებათ ახლა მისაღები ყოჩების მორაგბეებს თუ რას აკეთებენ, მაგრამ 22 ქულა იმ ხელა სხვაობაა, რომ ორი გარდასახული ლელოს შემთხვევაში ვერ იღებენ. აქ ალბათ ერთადერთი ბათუმმა უნდა იფიქროს იმაზე დაიტოვებს თუ არა ბონუსს. ხო, მაგრამ ბონუს ქულას საც ვერ წაართვებს ყოჩები, ახლა ორი ლელო თუ არ გაიტანა 5 წუთში. 6-3-ზე ახსენე. 6-2-ზე, ხო. კი ბატონო. ამიტომ ბათუმსაც მოკლედ განაღდებული აქვს, აბა გადაწყვეტილი ყოფილა ყველაფერი და მივადგენოთ თვალი ამ შეტევას. ოქში შეცდომა თორღვაშვილი წერია ყოჩების მხრიდან ლელოს ავტორად, არადა ჭიჭინაძემ გაიტანა. ალბათ გამოასწორებენ მალე სკორერები. ყოჩებს დაკარგეს მოკლედ ეს დერეფანი გუჯიაშვილის ფეხი აქ, რომელიც 22-დან ვერ გამოდის საბოლოოდ. მაგრამ უკეთესი პოზიცია ექნება ბათუმს ახლა თავდაცვისთვის. ხოლო უარესი ყოჩებს შეტევისთვის. ნახოთ. უშარაშვილი ორი ხელით იგერიებს, ორი ხელით ხსნის ბურთს დერეფანში, აქ უკვე დაუტრიალეს ძალიან კარგად ბათუმელებმა. კუპრაშვილი ცდილობს დაუძახოს თანაგუნდელებს, მიქაძეს კარგი მოჭრა მოხდა. ჯარიმის უპირატესობა. დაბრუნ მაღალი მოჭრა ყოფილა აქ და დაბრუნდება უპირატესობა. მესამე დუბლი. უბრალოდ ჯარიმა მაგით არის. კოით ვიდიოდით? ახოთ გამეორება კიდევ ერთხელ. ტაბლო ვარ თუ ისა ვარ, ანგარიში. ვერ ახვდა, ვერ. საათი კი 4 წუთი და. აუ, მე? არა, გეშლება. კი. მალაღურაძე კარგად გადავიდა ამ სიტუაციაში, დაახლოებით 5 მეტრიანი დერეფანი ექნებათ ყოჩების მორაგბეებს, ნახოთ რამდენად კარგად მოაწვდიან ბურთს. ეს არის მან ამდივად ხელი კრეს აქ მეტოქეს ბათუმელებმა მეტოქესთან იმას ვინც ბურთზე აპირებდა თამაშს. ცოტა დაუგროვდა ჯარიმები ბათუმს და სიტყვიერი გაფრთხილებაც მიიღეს.
როგორც ჩანს, რატი სამყურაშვილი შემოაგდებს ბურთს დერეფანში. სრული დერეფანი აქვთ მოთხოვნილი. კარგი დერეფანი საკმაოდ დატრიალდა ღერძი, მაგრამ წავიდა ბურთი მიწისკენ. კარგი პოზიციიდან არის ბათუმი ნამდვილად შესული. შესანიშნავად თამაშობენ ბათუმელები. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მატჩის ბედი და ყველანაირი ქულის ბედი გადაწყვეტილია, მაინც მაქსიმუმით გააკეთეს ამ სიტუაციაში და შესანიშნავად დაიცვეს თავისი ლელო. დარილ კამილი. კარგად გამოვიდა მარცხნივ ფურცხვანიძე, გეგენავა მოდის. კარგად შეტეხა. კუპრაშვილი ამირან მიქაძე აბრამიშვილს გადააწოდა, გადავიდა თამაში რაკში, ისევ კუპრაშვილი. ნოდია, ფურცხვანიძე, გოგიძე, ჭიჭინაძე რა კარგად წავიდა წინ ჭიჭინაძე ამ სიტუაციაში, შეტრიალდა და შეტევის მიმართულება ისევ ნოდია გამართული მივიდა და ვერ შეძლო აი აქ უპირატესობის. ძალიან ბევრი ჯარიმებია. ანუ რა თქმა უნდა შათირიშვილის ძალიან წილი. რამდენად ღირს უპირატესობის თამაში ვითელიც მიიღო ბათუმმა გაფრთხილება ჰქონდა. მაგ შათირიშვილი არასწორი მხრით იყო, კარიბჭიდან არ შევიდა რაკში. გვერდიდან იყო ძალიან. ხო, ძალიან ბევრი დარღვევა იყო და გასიმბინდა კიდევაც. რა თქმა უნდა, ამას უკვე თამაშზე არანაირზე გავლენა არ ექნება. რადგან ერთი გატანილი და გარდასახული ლელოც. ხო, მოკლედ ასეა თუ ისე ბოლო შეტევას ვადევნებთ დღევანდელი თამაშის თვალყურს და დასასრულისკენ მიდის ჩვენი თამაში. ხვალ მეტად საინტერესო მატჩები გველოდება, როგორც უკვე აღნიშნეთ. ჩვენი ეროვნული ნაკრების დაპირისპირებას ზეგ არის კი ბატონო უკაცრავად. გას ხო აქ ყოჩება მოიგო ბურთი. ამით დასრულდება დღევანდელი მატჩი. ხვალ კი რაგბიტივი მოკლედ შემოგთავაზებთ არესისა და არმიის დაპირისპირებას, ასევე ხვამლი და ლელო დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ხო ნუ ბათუმს მიუღწევთ გამარჯვება, ისინი მიუახლოვდნენ კიდევ უფრო პირველ ორ ადგილს და ნუ არესის შედეგზე ძალიან ბევრი იქნება მათთვის დამოკიდებული. ჩვენ კი ყოჩებს კი ერთი ქულა აქვს განსხვავება მხოლოდ ბათუმსა და არეს შორის ამ მომენტში, როდესაც არეს ხვალ ექნება თავისი თამაში ჩასატარებელი არმიის წინააღმდეგ, ხოლო ყოჩები რჩებიან მყარად ბოლო პოზიციაზე და ჯერჯერობით მათ ამ პოზიციას ვერავინ წაართვევს, იქიდან გამომდინარე, რომ მიხელა განსხვავება თუ ყოჩებმა არ დაიწყო თამაშების მოგება, ისე დარჩებიან მე-10 პოზიციაზე. ჩვენ კი ამით უნდა დაგემშვიდობოთ. მადლობა ვინც ჩვენთან ერთად იყავით. ჩვენ შეგხვდებით ხვალ და ზეგ ისევ ეთერში ვიქნებით. მადლობა, კარგად იყავით.